მოგზაურობთ გამოშვებას დედაქალაქის მერი 12 ოჯახს გადასცემს ბინებს ჩვენ პირდაპირ ეთერში ვთავთ ღონისძიებას რომელიც ვარკეთილში მიმდინარეობს. თბილისის განვითარების ფონდმა ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში სამგორის რაიონში საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დაასრულა. ახლა სწორედ ამ კორპუსის გახსნის ღონისძიება. ეს არის კალოუბნის ქუჩა, სადაც ავარიული კორპუსის ნაცვლად აშენდა ახალი 10 სართულიანი საცხოვრებელი სახლი. დედაქალაქის მერი იმყოფება ადგილზე და კახა კალაძე შეხვდება მოსახლეობას. ის ბინებს ამ ეტაპზე გადასცემს 12 ოჯახს, საერთო ჯამში კი ფართები დაკმაყოფილდება 29 ოჯახი. მშვიდობისა, მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. დღეს სამგორის რაიონში ვიმყოფებით, კონკრეტულად ვარკეთილის დასახლება, კალოუბნის ნომერ 18-ში და ერთ ძალიან კარგ პროექტთან დაკავშირებით მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია. თქვენ იცით, რომ ჩვენ დედაქალაქში სამწუხაროდ გვაქვს ბევრი ავარიული შენობა ნაგებობა, ბევრი საცხოვრებელი სახლი, რომელსაც ჭირდება ჩანაცვლება. ჩვენ დავიწყეთ მნიშვნელოვანი პროგრამის განხორციელება, რომელიც მოქალაქეებს, იმ ოჯახებს, იმ ადამიანებს, ვინც ავარიულ შენობა ნაგებობებში ცხოვრობს და რა თქმა უნდა, იქ ცხოვრება წარმოადგენს საფრთხეს, მივეცით შესაძლებლობა, რომ მათი თანხმობით, მათი ჩართულობით მოვახდინოთ ამ ავარიული საცხოვრებელი კორპუსების ჩანაცვლება ახალი თანამედროვე ქართული არქიტექტურის შენობა ნაგებობებით. დღეს ჩვენ სადაც ვიმყოფებით 29 ოჯახი იქნება დაკმაყოფილებული. აი ამ შენობის მაგივრად აქ იყო სამსართულიანი გაუბედურებული, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ყოფი შენობა ნაგებობა, რომლის დემონტაჟი განვახორციელეთ 2 წლის წინ. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით მადლობა გადაუხადო პირველ რიგში აქ მცხოვრებ 29 ოჯახს, რომლებიც ძალიან აქტიურობდნენ, ძალიან გვეთანამშრომლებოდნენ და შედეგიც სახეზია. ამ ადამიანებს იმ ავარიული შენობის ნაცვლად დღეიდან ექნებათ შესაძლებლობა იცხოვრონ თანამედროვე ახალ საცხოვრებელ კორპუსში და ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი მათ გადაეცემათ უკვე გარემონტებული ყველანაირად მოწესრიგებული საცხოვრებელი ფართები. 29 ოჯახიდან დღეს 12 ოჯახს გადავცემთ ფართებს, რაც შეეხება დარჩენილ ოჯახებს, დეკემბრამდე უკვე მთლიანად გარემონტებული იქნება სამუშაოები და ყველანაირად მოწესრიგებული იქნება. მე კიდევ ერთხელ მინდა მივმართო თბილისელებს, კიდევ ერთხელ მინდა მივმართო იმ ადამიანებს, იმ ოჯახებს, ვინც ანალოგიური პრობლემების წინაშე დგას. მეგობრებო, გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა და ჩვენთან თანამშრომლობით, გამგეობასთან თანამშრომლობით გექნებათ იმის შანსი და შესაძლებლობა, რომ აი ეს შენობა, ნაგებობა, რომელიც არის ავარიული, სადაც თქვენ ცხოვრობთ, მოხდეს მისი ჩანაცვლება ახალი საცხოვრებელი კორპუსებით. კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ ყველას, მინდა მოგილოცოთ, წარმატებები გისურვოთ. მადლობა თბილისის განვითარების ფონდს, მის ხელმძღვანელს. მინდა მადლობა გადაუხადო ასევე სამშენებლო კომპანია BK Constructions თანამშრომლობისთვის, მხარდაჭერისთვის, მათი უშუალო ჩართულობით, მონაწილეობით შედგა ეს ძალიან წარმატებული და კარგი პროექტი და ბაკურ ბერეკაშვილს მინდა ვთხოვო, რომ რამდენიმე სიტყვით მოგესალმოთ. მოგესალმებით, მეგობრებო. მინდა მოგახსენოთ, რომ ეს პროექტი ჩვენი კომპანიის BK Construction-ის და თეთრი კვადრატის ერთობლივად განხორციელებული პროექტი არის. მინდა პირველ რიგში მადლობა გადაუხადო ქალაქ თბილისის მერიას, ბატონ კახა კალაძეს და თბილისის განვითარების ფონდს გვერდში დგომისთვის. ჩვენ ერთად შევძელით ის, რომ უკვე მეორე წარმატებული პროექტი დავასრულეთ ვარკეთილში და გვაქვს იმის საშუალება, რომ 29 მოსახლეს გადავცეთ გარემონტებული ბინები. აქ მოგიხსენებათ, იყო სამსართულიანი ავარიული შენობა ამორტიზებული სრულად და დღეს უკვე სრულად გარემონტებული თანამედროვე არქიტექტურის შენობაში გადავცემთ ბინებს მოსახლეობას.
ჩვენთვის საამაყო და პატივი არის მსგავს პროგრამაში მონაწილეობა, რასაც ქვია ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამა. გარდა ამ პროექტისა, კიდევ 4 მიმდინარე პროექტი გვაქვს, რომლებიც ასევე თავის დროზე ვადაში ჩაბარდებათ და იქაც ყველა მოსახლეს გადაეცემა სრულად გარემონტებული ბინები. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით. მადლობა. მადლობა ბაკურ. ახლა მინდა ვთხოვო თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელს თაზო ალიბეგაშვილს. ქალბატონი ქეთევან თხელიძე. მობრძანდეს თუ შეიძლება. Pilotsaut. ქეთევან წამალაიძე. Pilotsaut. გაიოს თხელიძე. აბა გილოცავთ. Pilotsaut. ელიზავეტა ხორავა. აბა გილოცავთ. Pilotsaut. ანდრო მიქელაძე. Pilotsaut. ზურაბ ბარაბაძე. აბა გილოცავთ. Pilotsaut, დამატებული. თია ფიფინაშვილი. გელა ხურცია. აბა გილოცავთ. Pilotsaut. ეკა ხუხუა. Pilotsaut. ირმა შურღაია. აბა გილოცავთ. ნატო ბედოშვილი. Pilotsaut. და გიული ფიფინაშვილი. გიული. ეს იყო პირდაპირ ჩართვა ვარკეთილიდან თბილისის მერიამ 12 ოჯახს ბინები გადასცა.